მოგესალმებით, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის სტუდენტი მალინა ხუბუტია. პრეზენტაცია გავაკეთეთ თემაზე ოჯახი როგორც ერთიანი სისტემა და ოჯახში ძალადობა. პრეზენტაციაზე მუშაობდნენ მალინა ხუბუტია, თაკ ღარიბაშვილი და ნიკა ადეიშვილი. ოჯახი როგორც ერთიანი სისტემა, ძირითადი ცნებები. ოჯახის ჰომეოსტაზი. ოჯახი როგორც სისტემა მიდრეკილი იყოს წონასწორობის მდგომარეობაში და ამასთანავე თავად ანვითარებს მექანიზმებს ჰომეოსტაზის, ანუ წონასწორობის შესანარჩუნებლად. ხშირად ოჯახის წევრების პრობლემური საქციელებიც აქედან გამომდინარეობს, რომ მათ სურთ ამ წონასწორობის შენარჩუნება. იდენტიფიცირებული პაციენტი არის პაციენტი, რომლის პრობლემური ქცევის გამოც ოჯახი მიდის თერაპევტთან. თუმცა, როგორც აღვნიშნე, უმეტესწილად რასაკვირველია, ყველაფერი მომდინარეობს ისე ოჯახში მიმდინარე მოვლენებზე. ტრიანგულაცია ოჯახში ორ ადამიანს შორის კონფლიქტსა თუ დაპირისპირებაში მესამე ადამიანის ჩართვას გულისხმობს, რასაც თუ ხშირი სახე მიეცა, რა თქმა უნდა, დისფუნქციურია. ოჯახის საზღვრები. არსებობს გახსნილი, დახურული და შემთხვევითი საზღვრები. კვლევები გვიჩვენებს, რომ ოჯახები უკეთ ფუნქციონირებენ, როდესაც მათ უფრო მოქნილი საზღვრები გააჩნიათ. და ყველაზე დიდი შანსი აქვთ დისფუნქციების განვითარების შემთხვევითი საზღვრების დროს. ოჯახური ქვესისტემა. ოჯახის უფრო პატარა ერთეულები არის და ქვესისტემებია, ცოლ-ქმრის ქვესისტემა მაგალითად არის, დაძმის ქვესისტემა, დედისა და ქალიშვილის ქვესისტემა და ასე შემდეგ. ათქვეფილი და დანაწევრებული ოჯახები. ათქვეფილი ოჯახი არის, რომელშიც საზღვრები ოჯახის წევრებს შორის თითქმის არ არსებობს და ისინი ერთმანეთზე არიან გადაჯაჭვულები. დანაწევრებული, რასაც ვერ ვიტყვით, დანაწევრებული ოჯახების შესახებ, რომლებიც პირიქით ოჯახის რომელთაც პირიქით ოჯახის წევრებს შორის ზედმეტად მტკიცე საზღვრებია და ისეთი კომუნიკაციაც არ აქვთ, როგორიც ზოგადად არის საჭირო. ოჯახის წესები. ოჯახის ჰომეოსტაზის შენარჩუნებას ემსახურება მისი წევრების დაქვემდებარება ოჯახის წესებთან. ოჯახის წესი ეს არის გარკვეული დაუწერელი თანხმობა, ასე ვთქვათ, ოჯახში ქცევის ნორმების შესახებ. ვინაიდან უმრავლესად ამგვარი წესები დაუწერელი და ფარულია, ხშირ შემთხვევაში გაუცნობიერებელიც, თუმცა ისინი მჟღავნდებიან ოჯახის წევრებზე დაკვირვებით. არსებობს ღიად ფორმულირებული წესებიც, როგორიცაა მაგალითად ბავშვები 10 საათისთვის სახლში უნდა იყვნენ, ბავშვები მშობლებს არ ეპასუხებიან და ასე შემდეგ. თუმცა, პრაქტიკოსისთვის უფრო მნიშვნელოვანი ის წესებია, რომელთაც დესტრუქციული გავლენა აქვთ ოჯახზე. და ეს ყველაფერი დისფუნქციურია. მაგალითად, მამას ყოველთვის შეუძლია თავისი სურვილებისა და ზრახვების გამოხატვა, ოჯახის დანარჩენ წევრებს კი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლიათ თავისი სურვილების გამოხატვა, თუ ესენი, რა თქმა უნდა, მამის სურვილს ემთხვევა. დაანახვებს სხვებს შენ სისუსტეს და გამოხატავ ემოციებს სხვების წინაშე, აიღე პასუხისმგებლობას შენს ქცევაზე და გადააბრალე სხვას, ილაპარაკებ ოჯახის პრობლემებზე. დისფუნქციური წესებისგან განსხვავებით, ჯანსაღი წესები ხელს უწყობს ოჯახის წევრების თავისუფალ და ჯანსაღ პიროვნებებად ჩამოყალიბებას. და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი საპირისპიროა, მაგალითად, ოჯახის ყველა წევრის აზრი მნიშვნელოვანია და ყველა შეუძლია თავისი აზრის გამოხატვა ოჯახში, მიუხედავად იმისა, ეს მამის აზრს ემთხვევა თუ არა, მნიშვნელოვანია ვისაუბროთ საკუთარ გრძნობებსა და ემოციებზე, მნიშვნელოვანია ოჯახური პრობლემების განხილვა და ამ ყველაფრის ერთად გადაწყვეტა. ძალაუფლების სტრუქტურა ოჯახში. ძალაუფლება ოჯახში განიმარტება როგორც ერთი ადამიანის უნარი, გავლენა იქონიოს თავის ოჯახის წევრსა თუ წევრებზე. ყველა ოჯახს გააჩნია გარკვეული ძალაუფლების სტრუქტურა,
რომელიც განსაზღვრავს თუ რა დოზით შეუძლია ოჯახის ერთ წევრს იქონიოს სხვა წევრსა თუ წევრებზე გავლენა. ამის გაგება გარკვეული კითხვებითაც შეგვიძლია, მაგალითად, ვინ რას აკეთებს და ვის რა რეაქცია აქვს, ვინ ვის ელაპარაკება, ვინ ვის არ აცდის, ასე ვთქვათ, აზრის გამოხატვას, ვინ ვის აწყვეტინებს, ვინ ლაპარაკობს ყველაზე მეტს, ვინ იღებს გადაწყვეტილებას და ვისი აზრია ყველაზე წამყვანი გადაწყვეტილების მიღების თვალსაზრისით. დისფუნქციური ოჯახური ალიანსები. ნებისმიერი ოჯახი აყალიბებს და შემდგომ ავითარებს ოჯახური ურთიერთობის გარკვეულ წესებს, რაც ზოგ შემთხვევაში ხელს უწყობს ჯანსაღი ოჯახური ურთიერთობების შექმნას ან პირიქით. რაც ხოლო ამ ყველაფრის თუ რა თქმა უნდა კარგი დადებითი შეხედულებები არ იქნება ოჯახში ამ წესებთან დაკავშირებით ცვლილებების შესატანად პრაქტიკოსმა სიტუაციიდან გამომდინარე უნდა იმოქმედოს და შეძლოს ცოლ-ქმრული ქვესისტემის გაძლიერება, ოჯახის წევრთა დახმარება, თავი დააღწიონ, მეტისმეტად მჭიდრო ურთიერთობებსა და გაზარდონ საკუთარი ავტონომიურობის ხარისხი. ანუ შეძლონ ცალკე პიროვნებებად ჯანსაღი აზროვნებით ჩამოყალიბება. ცოლ-ქმრული ქვესისტემის გაძლიერება. წარმატებული და კარგად ფუნქციონირებადი ოჯახებისთვის დამახასიათებელია ძლიერი ცოლ-ქმრული ქვესისტემის არსებობა და თაობათა შორის გარკვეული დისტანციის შენარჩუნება. შესაბამისად, ოჯახებში, სადაც ცოლ-ქმრული ქვესისტემა შესუსტებულია, პრაქტიკოსმა პირველ რიგში უნდა შეძლოს ამ უკანასკნელის გაძლიერება. ცოლ-ქმრული ქვესისტემის გაძლიერების სტრატეგიები შემდეგია. პირველ რიგში უნდა შეთანხმდნენ, რომ არ გამოიტანონ სააშკაროზე მათი ინტიმური ცხოვრების დეტალები, გამოხატონ საკუთარი ემოციები ერთმანეთის თავიდან აირიდონ სხვებისგან დასწრებით, მეუღლეზე ყოველგვარი დამცინავი ან დამამცირებელი კომენტარების გაკეთება, ერთად მიიღონ მნიშვნელოვანი ფინანსური გადაწყვეტილებები, ეცადონ არ ჩაერიონ ერთმანეთის მიერ ბავშვის დისციპლინირების პროცესში. თუ რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ბავშვზე ცუდად არ მოქმედებს და საზიანო არ არის მისთვის, ერიდონ ბავშვსა თუ ბავშვების წინაშე ჩხუბს. მოგესალმებით, მე ვარ თამარი ღარიბაშვილი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, კერძოდ პოლიტიკის მეცნიერების პირველ კურსელი და როგორც უკვე ჩემმა ჯგუფელმა დაიწყო, მე ისევ განვაგრძობ საუბარს ოჯახის შესახებ და ვისაუბრებ კერძოდ თუ როგორ წარმართოთ პირველი ინტერვიუ ოჯახთან. საყურადღებო არის სანამ პრეზენტაციას დავიწყებ იქამდე რომ გავუმეჩნიოთ ერთმანეთსაგან რომ ოჯახთან შეხვედრა და მასთან თერაპიის ჩატარება სრულად განსხვავდება ერთმანეთსაგან, რადგან შეიძლება შევხვდეთ ოჯახის თითოეულ წევრს და მათთან ინდივიდუალური კავშირი დავამყაროთ, მაგრამ ამ შემთხვევაში ანუ ოჯახთან თერაპიის ჩატარების შემთხვევაში ოჯახი მოიაზრება როგორც ერთი მთლიანი ორგანიზმი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის რომ თერაპევტმა ამ დროს გაამახვილოს ოჯახს შორის ურთიერთობებზე ყურადღება. პირველი არის ყურადღება, რაზე უნდა გავამახვილოთ. ამ შემთხვევაში ყურადღებას ვამახვილებთ ოჯახს შორის ურთიერთობაზე, სხეულის ენაზე და ჩვენ მიერ დასმული კითხვის პასუხებზე. რადგან სწორედ ეს ინფორმაცია თუ როგორ ურთიერთობენ ოჯახის წევრები ერთმანეთთან სხეულის ენაზე თუნდაც, ან კიდევ ჩვენ მიერ დასმული შეკითხვების პასუხებზე არის უფრო მეტად დამოკიდებული თუ რა ინფორმაციას მივიღებთ ამ ოჯახის შესახებ და შემდეგ როგორ შევეცდებით რომ ამ ოჯახს დავეხმაროთ თერაპიის შემდგომ. როგორ შეიძლება ამ სიმპტომებმა, რომლებიც მხოლოდ ერთ პიროვნებაში ვლინდება, გავლენა იქონიოს მთელ ოჯახზე და ასევე რა მოხდებოდა ოჯახში, რომ არა ეს პრობლემა, ანუ ეს პრობლემა რომ არ არსებობდეს, ეს არის ორი ძირითადი შეკითხვა, რომელიც აუცილებლად უნდა დავსვათ თერაპიის ჩატარების პროცესში, რადგან სწორედ იმ ურთიერთობ დამოკიდებულებას, რაც ოჯახს ერთმანეთთან გააჩნია, დაგვეხმარება, რომ ამ კითხვების საშუალებით მოვუყაროთ ერთად თავი და შევეცადოთ, რომ ეს პრობლემა აღმოვხვრათ.
ასევე მნიშვნელოვანი არის, რომ რაც შეიძლება ბევრი წევრი დაესწროს ოჯახიდან აღნიშნულ შეხვედრას და ზოგიერთი თერაპევტი აუცილებლადაც მიიჩნევს იმას, რომ თითოეული ოჯახის წევრი გულისხმობ დედა, მამას და შვილს დაესწროს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუ მაგალითად ოჯახში იყვნენ ბიძები, დეიდები, მამიდები, ბებიები ან სხვა ოჯახის წევრები, რომლებსაც ვთვლით, რომ ასე თუ ისე ეხებოდა აღნიშნული პრობლემა, აუცილებლად უნდა დაესწრონ აღნიშნულ შეხვედრას და აუცილებელიც არის, რომ ისინი ყველანი იყვნენ ერთ თერაპიაზე მაინც დასწრებულები, რადგან თერაპევტს ეს უფრო მისცემს იმის საშუალებას დაინახოს პრობლემის რეალური არსი. ასევე რომ მოვიყვანოთ ერთი მარტივი მაგალითი, ავიღოთ ბავშვი, რომელიც სკოლას აცდენს და არის ჭირვეული. შეიძლება ერთი შეხედვით, ანუ ჩვენ თუ ინდივიდუალურად შევხედავდით, მივიჩნიოთ, რომ ეს პრობლემა არის იმის ბრალი, რომ ბავშვი არის ცელქი და მოუსვენარი, მაგრამ თუ მეორე მხრიდან შევხედავთ და ამას მივუდგებით, რომ როგორც ოჯახურ პრობლემას, შეიძლება დავინახოთ, რომ ეს ისე სულაც არ არის და ბავშვი უბრალოდ ხედავს, რომ მშობლებს შორის არის უთანხმოება და სწორედ იმის გამო, რომ მშობლებმა მთელი ყურადღება არა იმ უთანხმოებაზე, არამედ აღნიშნული ბავშვის ქმედებაზე გაამახვილონ, სწორედ მაგით მიქცევა ასე. ასევე ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ გარემოს და თერაპევტის დამოკიდებულებას ოჯახის თითოეულ წევრთან დაკავშირებით, რადგან შეიძლება ოთახი არ იყოს ისეთი კომფორტული, როგორც თითოეულ ოჯახის წევრს სურს, მაგრამ აუცილებლად უნდა იყოს საკმარისი რაოდენობის სკამი. და მნიშვნელობა, როგორც ჩვენ თერაპევტმა უნდა გავამახვილოთ ასევე მათ განლაგებაზე. თუ ვინ ვისთან დაჯდება, შეიძლება დედა და მამა ერთად არ დაჯდნენ, რაც ერთ-ერთი მანიშნებელი ფაქტორი შეიძლება იყოს, რომ მათ შორის ურთიერთდამოკიდებულება ცოტათი შეფერხებულია და ისეთი არ აქვთ, როგორც უნდა გქონდეთ. ან მაგალითად შეიძლება ბავშვები ერთად დაჯდნენ და ერთ-ერთი რომელიმე ბავშვი ცალკე დაჯდა. ესეც შეიძლება ერთ-ერთი მიმანიშნებელი ფაქტორი იყოს და სწორედ ამ ურთიერთობების აღმოსაფხვრად მისულ ოჯახის წევრებს თერაპევტი უფრო გაუადვილებს საქმეს და მოუგვარებს. ასევე კიდევ მნიშვნელოვანი არის ვკითხოთ თითოეულ ოჯახის წევრს და დავამყაროთ თითოეულ ოჯახის წევრთან პირადი კომუნიკაცია. და რას გულისხმობ ამაში? მნიშვნელოვანი არის, რომ როგორც გარემოზე ვისწრუნოთ, ანუ იმ პირობაზე, სადაც თითოეული ოჯახის წევრი ჩვენთან ისაუბრებს და სადაც თერაპიას ჩავატარებთ, არამედ თითოეულ ოჯახის წევრთან დამოკიდებულებაც უნდა გაგვაჩნდეს შესაბამისი. გულისხმობ იმას, რომ თერაპიის დაწყებამდე სასურველი იქნება, თუ თერაპევტი ოჯახის თითოეულ წევრს ცალ-ცალკე ინდივიდუალურად გაესაუბრება, რადგან თითოეულ ოჯახის წევრთან მოიპოვოს ინდივიდუალური ნდობა, რაც გამოიწვევს შემდეგ იმას, რომ თუ როდესაც ჩვენ დავუსმებთ შემდეგ შეკითხვებს ოჯახის წევრებს, როგორ მიაჩნია მას, რა პრობლემა აქვს ოჯახს, ან კიდევ რა გავლენას ახდენს ეს პრობლემა მის ამჟამინდელ ცხოვრებაზე, ან კითხვებზე პასუხის გაცემა უფრო გაუადვილდება ამ შემთხვევაში ჩვენს თითოეულ ოჯახის წევრს. ხო, კიდევ რა არის საყურადღებო? ისიც, რომ ხშირად ოჯახის წევრები ერთმანეთთან კომუნიკაციას არ ახდენენ. ამაში ვგულისხმობ იმას, რომ თუნდაც იმ შეკითხვების დასმით, რაც წეგან მევახსენე, ისინი უფრო მეტად შეძლებენ გავუგონ მათ ოჯახის წევრებს, თუ მაგალითად რა პრობლემა აქვთ მათ შვილებს, მათ და-ძმას, ან თუნდაც ბებია ბაბუას. სწორედ ეს საუბარი და ამ კითხვებზე ღიად გულწრფელად საუბარი გვეხმარება, რომ მათ შორის ურთიერთობა უფრო მეტად აღვადგინოთ და ჩვენი როგორც თერაპევტის მოვალეობა ხომ სწორედ ეს არის, რომ ოჯახს ამ თერაპიით დავეხმაროთ პრობლემის მოგვარებაში. საბოლოო ეტაპი კი არის სწორედ გადაწყვეტილების მიღება. შეიძლება ოჯახმა თვითონვე არ მოისურვოს ამ თერაპევტთან კავშირის გაგრძელება, რადგან მან ვერ მიიღოს ის, რაც სურს. პირობითად გულისხმობ, რომ მაგალითად არის 18 წლის მოზარდი, რომელსაც ოჯახის წევრები არ უშვებენ 12-ის მერე გარეთ. შეიძლება ამ მოზარდის მხრიდან თუ ინდივიდუალურად შევხედავთ, ჩვენ მივიჩნიოთ, რომ მას მკაცრი მშობლები ყავს და ზედმეტად კეტავენ ამ ბავშვს, მაგრამ თუ მეორე მხრიდან შევხედავთ ოჯახის მხრიდან, შეიძლება ისინი უბრალოდ ზრუნავენ საკუთარ შვილზე და უფრთხილდებიან მას და ზრუნავენ მის უსაფრთხოებაზე. სწორედ ამიტომ ჩვენ როგორც თერაპევტმა, ანუ უნდა მოვიაზროთ ოჯახი როგორც მთლიანი ორგანიზმი და გადაწყვეტილება ისე უნდა მივიღოთ. მაგალითად, ამ მოზარდს უნდა ავუხსნათ, რომ მშობლები მასზე ზრუნავენ და უბრალოდ სურს, რომ უსაფრთხოდ იყოს მათი შვილი, ხოლო ოჯახს უნდა ავუხსნათ, რომ ზედმეტი ჩაკეტილობა შეიძლება ბავშვის ფსიქოლოგიური მდგომარეობისათვის არ იყოს კარგი.
ხო, და თუ მეორე ინტერვიუ საჭირო გახდება, უკვე სხვანაირად იმოქმედებს თერაპევტი, ან ჩვენ როგორც თერაპევტი, მაგრამ თუ შევატყობთ ასევე, რომ ერთ ბავშვს რაღაც განსაკუთრებული სერიოზული პრობლემა აქვს, სასურველი იქნება, რომ ის ცალკე დავიბაროთ, რადგან უფრო უსაფრთხოდ იგრძნოს საკუთარი თავი და უფრო მეტად შევცვლოთ მათი დახმარება. ეს იყო რაც მინდა და მეთქვა, შემდეგ თემას უკვე განაგრძობს ჩემი შემდეგი ჯგუფელი. მადლობა ყურადღებისთვის. 2006 წლის 25 მაისს საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში კენჭი უყარეს კანონ პროექტს ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ მიღებული შედეგების მიხედვით 2006 წლის 6 ივნისს კანონ პროექტი უკვე შევიდა ძალაში. ძალადობა არის რამდენიმე ტიპის. პირველი განვიხილოთ ფსიქოლოგიური ძალადობა, რომლის მიხედვითაც შესაძლოა ოჯახის ერთი წევრი მეორე წევრს ემუქრებოდეს ან აშანტაჟებდეს, თუნდაც ვიდეო ან აუდიო მასალის გასაჯაროებით. ასევე ძალადობის ერთ-ერთი მექანიზმია ეკონომიკური ძალადობა, როდესაც ოჯახის ერთი წევრი მეორეს ასე ვთქვათ, ხელოვნურ პრობლემას უქმნის ფინანსებთან დაკავშირებით, ასევე ფიზიკური ძალადობა, როცა ოჯახის წევრები ერთმანეთს უკვე ფიზიკურად უპირისპირდებიან, ამ შემთხვევაში შეიძლება ძალადობისთვის გამოიყენონ საყოფაცხოვრებო ნივთებიც და ასევე არის სექსუალური ძალადობა. ეს შეიძლება იყოს გაუპატიურება, გაუპატიურების მცდელობა ან ნებისმიერი აქტი, რომელიც ოჯახის წევრს თავს აგრძნობინებს როგორც მოვლენის მსხვერპლს. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით საქართველოს მოქალაქეებს გვაქვს სიცოცხლის უფლება, თავისუფალი განვითარების უფლება, განათლების უფლება, პატივისა და ღირსების ხელშეუხებლობის უფლება, საკუთარი აზრის, სიტყვის ქონისა და გამოხატვის უფლება. რამდენად ხდება ეს დღევანდელ საქართველოში მეორე საკითხია. ასევე სინდისისა და რწმენის ხელშეუხებლობა და თავისუფლება, ასევე საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება და კანონის წინაშე თანასწორობის უფლება. ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ კანონის მიზანია შექმნა საკანონმდებლო გარანტიები უფლებების და ღირებულებების დაცვის, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ხელშეუხებლობის შესახებ, ასევე შექმნა საკანონმდებლო მექანიზმები ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის შესახებ, ასევე მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა მსხვერპლთა დაცვისთვის და უზრუნველყოს სხვადასხვა ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობა იმისათვის, რომ ოჯახური ძალადობის მსხვერპლის მიმართ მსხვერპლის დაცვა იყოს უფრო მარტივი. ვინ ითვლება ოჯახის წევრად? ოჯახის წევრად ითვლება დედა, მამა, ბებია, ბაბუა, შვილი, შვილიშვილი, ასევე გერი, მიმღები ოჯახი, შვილიშვილი, შვილობილი და ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, როგორც თქვით, ცოლი, ქმარი და ასევე არაოფიციალურ ქორწინებაში მყოფი მეორე ნახევარი. ძალადობა ბავშვებს. მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად საშუალოდ 3.300.000 ბავშვი არის ოჯახური ძალადობის შემსწრე. ამ ბავშვების 40-დან 55%-მდე არიან შემსწრეები იმ მომენტის, როცა ოჯახში არის პოლიცია. ბავშვები, რომლებიც იზრდებიან ძალადობრივ ოჯახში, მათ ექმნებათ ჯანმრთელობის პრობლემაც. ეს შეიძლება იყოს სმენის პრობლემა, ასევე საკითხზე კონცენტრირების პრობლემა, მეტყველების პრობლემა, აზროვნების პრობლემა და ასე შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს აღენიშნება რაიმე სახის ძალადობრივი კვალი, სასამართლოს შეუძლია გამოსცეს შემაკავებელი ორდენი და ბავშვი განარიდოს ოჯახში არსებულ სიტუაციას. ასევე ოჯახის წევრებს აქვთ შესაძლებლობა ერთობლივად მიმართონ სასამართლოს იმასთან დაკავშირებით, რომ ბავშვზე მეურვეობის უფლება დაიბრუნონ, თუმცა შესაძლოა ეს არც დააკმაყოფილოს სასამართლომ იმის საფუძველზე, რომ შესაძლოა ოჯახში სხვა ან იგივე წევრი გახდეს ძალადობის მსხვერპლი.
ხო, ბავშვები, რომლებიც იზრდებიან ძალადობრივ ოჯახში, ამ შემთხვევაში იზრდება შანსი პასუხისმგებლობის აღებისა და პასუხისმგებლობის აღება ძალადობაზე, დაბალი თვითშეფასება, უყალიბდებათ ბავშვებს სოციალური იზოლაცია და ასევე მათ თანატოლებთან აქვთ გაუარესებული ურთიერთობა. რა შეიძლება მოხდეს მომავალში და როგორ შეიძლება შეიცვალოს ბავშვის ცხოვრება იმ შემთხვევაში, თუ ის იზრდება ძალადობრივ ოჯახში. ბიჭების შემთხვევაში, როდესაც ისინი შექმნიან ოჯახს, მათთვის შესაძლოა პრობლემის მოგვარების ერთადერთი გზა იყოს ძალადობა. იქნება ეს ფიზიკური, იქნება ეს ეკონომიკური თუ ასე შემდეგ. ანუ ის პრობლემის მოგვარებას ხედავდეს მხოლოდ ძალადობაში და არა კონსტრუქციულ დიალოგში. გოგოები, რომლებიც ოჯახში უყურებდნენ როგორ უპირისპირდებოდა მამა დედას, მათთვის ძალადობა უკვე ნორმად არის ჩამოყალიბებული და დროთა განმავლობაში ისინი ეგუებიან ამ შემთხვევებს თავიანთი წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე. ხო, ახლა ხედავთ ქალთა მშვიდობისა და დაცვის ინდექსს. ერთ მხარეს არის ყველაზე მაღალი ინდექსის მქონე ქვეყნები, ესენი არიან ძირითადად ევროპის კონტინენტზე, ესპანეთი, ირლანდია, ავსტრია, შვეიცარია, ნორვეგია, პორტუგალია, ხორვატია და კანადა. მათ შორის ყველაზე მაღალი ინდექსი აქვს შვეიცარიას შეფასებით 0.928. მეორე მხარეს არის ყველაზე დაბალი ინდექსის მქონე ქვეყნები და ყველაზე დაბალი ინდექსი აქვს ავღანეთს 0.286. მასზე 1.1000-ით მეტი აქვს იემენს 0.287. ამ ჩამონათვალში ასევე კოლუმბია, ირანი, პაკისტანი, სამხრეთ სუდანი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა. რაც შეეხება საქართველოს და საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებს, საქართველოს შედეგი მეზობელ სახელმწიფოებთან შედარებით ყველაზე მაღალია. ჩვენი შეფასება არსებული ინდექსით არის შეადგენს 0.812,000-ს. მეორე ადგილზეა სომხეთი 0.772,000-ით, მას ჩამორჩება რუსეთი, მისი შედეგია 0.752, შემდეგ მოდის აზერბაიჯანი 0.667 და ბოლო ადგილზე თურქეთი, რომელიც აზერბაიჯანს ჩამორჩება 2,100%-ით. წყარო ამ ინფორმაციის არის World Population Review. რაც შეეხება საქართველოს, ოჯახში ძალადობის ფაქტები 2023 წელს. 2023 წელს საქართველოში დაფიქსირდა 7773 შემთხვევა ოჯახში ძალადობისა. მათი უმეტესობა დაახლოებით 5-ჯერ უფრო მეტი შედეგის 5-ჯერ უფრო მეტი შემთხვევა მოდის ქალთა შემთხვევებზე. ასაკობრივ ზღვარს და მონაცემებს რაც შეეხება, მსხვერპლთა 2% არის 13 წელს მიუღწეველი, 3% არის 14-დან 17 წლამდე, ანუ არასრულწლოვანი გოგონების 5% არის ძალადობის მსხვერპლი, 10%-ია 18-დან 24 წლამდე, ნახევარზე მეტი 54 არის 25-დან 54 წლამდე პერიოდში, 19% არის 45-დან 60 წლამდე და 12% არის 61 ზევით, ანუ საპენსიო ასაკს გადაცილებული. რაც შეეხება კაცებს, კაცების შემთხვევაში 5-ჯერ უფრო დაბალი შემთხვევა დაფიქსირდა. კაცების შემთხვევაში ეს 1229 ოჯახური ძალადობა, რომელთა პროცენტული მონაცემიც ასე ნაწილდება, 8% არის 13 წლამდე მიუღწეվել არასრულწლოვნებზე, 6% კი 14-დან 17 წლამდე ბავშვებზე, ანუ შემთხვევების 14% მოდის არასრულწლოვან ბიჭებზე. 9% არის 18-დან 24 წლამდე ასაკში მოქცეული, 30% 25-დან 44-მდე, 22% არის 45-დან 60 წლამდე და 25% არის 60-დან ზევით. ამ შემთხვევაში არ შეგვიძლია ვთქვათ კონკრეტული პროცენტული მაჩვენებელი საპენსიო ასაკს გადაცილებულების შემთხვევაში. და ბოლოს რაც შეეხება შემთხვევებს რაიონების მიხედვით. აფხაზეთში და რაჭა-ლეჩხუმში დაფიქსირდა ძალიან დაბალი მაჩვენებელი. შეიძლება ერთი მხრივ იყოს უნდობლობა სახელმწიფო სტრუქტურების მიმართ. მათი რაოდენობა იყო ერთეულებში მოქცეული და აღნიშნული არის როგორც 0.0%.
აჭარაში დაფიქსირდა შემთხვევების 10%, როგორც გითხარით, ჯამში 7773 შემთხვევა იყო. გურიაზე მოდის 1%, რაც შეეხება შემთხვევების თითქმის ნახევარს. 46% მოდის თბილისზე, შეიძლება იყოს ნდობის ქონა სახელმწიფო სტრუქტურების მიმართ, შეიძლება მიზეზი იყოს ნდობა სასამართლოს მიმართ, სახელმწიფო შტოების მიმართ. შემთხვევების 8% იმერეთზე, 8% კახეთზე, მცხეთა-მთიანეთი 2%, სამეგრელოს ემოსვანეთი 5%, სამცხე ჯავახეთი 2%, ქვემო ქართლი 12% და შიდა ქართლი 6%. რაც შეეხება ლინკებს, საქართველოში არსებული სიტუაცია პროცენტულად რომ წარმოგიდგინეთ, იყო აღებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდიდან საჯარო ინფორმაცია ანალიზისა და საინფორმაციო დეპარტამენტიდან, ხოლო რაც შეეხება ქალთა დაცვის უფლებებს, ეს იყო აღებული, როგორც გითხარით, World Population Review-დან და ლინკები შეგიძლიათ ნახოთ ქვევით არის